წერისა და საზოგადო მოღვაწის ნოდარ დუმბაძის 85 წლის იუბილესთან დაკავშირებული სახალხო ზეიმი მის მშობლიურ სოფელში ხიდისთავში დღეს დილიდან დაიწყო. წერის სახლ-მუზეუმთან ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. საიუბილეო ღონისძიება თეატრალიზებული იყო. მსახიობებმა დუმბაძის სხვადასხვა ნაწარმოებებიდან პერსონაჟები გააცოცხლეს. წერის იუბილეზე იმყოფებოდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტობის კანდიდატ გიორგი მარგველაშვილთან ერთად. ბიძინა ივანიშვილმა ნოდარ დუმბაძის შემოქმედებაზე ისაუბრა და მისი ნაწარმოებებიდან ციტატები წაიკითხა. პრემიერმა დღესვე ადგილობრივებთან პირობა დადო, რომ ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმთან მისასვლელი დაზიანებული გზის რეაბილიტაცია ხვალიდან დაიწყება. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს და გისურვებთ გვეცხოვროთ იმ მაგალითებით, რომელიც ნოდარმა დაგვიტოვა. და ეს მაგალითები გახდათ ადამიანის სიყვარული და რაც თავარია უკიდურგანო სიკეთე, რომელიც მისი გმირების ცხოვრებაში იკვეთება. უკვდავია ნოდარ დუმბაძე, როგორც არადისია, მისი აღორძინდება. მე არ მინდა ჩინონიკად ჩემი თავი დავასახელო, თუმცა დღეს ესეც არ მოვადგენ. ყოველთვის ხდებოდა ასეთ დღესასწაულებზე წინასწარ აკეთებდნენ გზას და საუბედუროთ მე ბოდიშს მოხდით. ინფორმაციაც არ ვიცოდი და ხვალიდანვე დავიწყებთ და სირცხვილია, რომ ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმზე დაარაგებს. კამპანია იქნება აი ის რაც ხდება დღეს აქ. ეს არის ქართული სულის ზეიმი, ეს არის ქართული ნიჭის ზეიმი, ეს არის ერთდროულად დანახვა იმისა როგორები ვარ, ამის გარდატეხვა იუმორში, ამის გარდატეხვა მომავლის იმედში, ამის გარდატეხვა იმ განსაკუთრებულობაში, რომელიც თითოეული აი ამ ოჯახის წიაღში არის და ეს არის აი ამის ზეიმი, ამის აღიარება და ამითი მომავლის დანახვა. ნოდარ დუმბაძე იყო, არის და იქნება ის მწერალი, რომელიც ყოველთვის ჭირდება საქართველოს, იმიტომ რომ ნოდარ დუმბაძე სიყვარულისა და სიკეთის მწერალია და ვისაც წაკითხული არ აქვს ახალ თაობას, აუცილებლად ყველამ უნდა წაიკითხოს, იმიტომ რომ მისი წიგნების წაკითხვის შემდეგ უფრო მეტად გიყვარს ადამიანი, უფრო მეტად გიყვარს შენი ქვეყანა. ნოდარ დუმბაძის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებულ წლევანდელ ღონისძიებებს განსაკუთრებულს უწოდებენ დუმბაძის ოჯახის წევრები. როგორც მწერლის მეუღლე ნანული დუმბაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საიუბილეო თარიღი მისთვის ყოველთვის ემოციური იყო, თუმცა ღონისძიებების მასშტაბურობამ მოლოდინს გადააჭარბა. უჩვეულო ხალხმრავლობა იყო მწერლის სახლ-მუზეუმის ეზოში, სადაც ნოდარ დუმბაძემ ბავშვობა გაატარა. სხვადასხვა სახის კულტურული ღონისძიებები, როგორც დუმბაძის მშობლიურ სოფელ ხიდისთავში, ასევე ჩოხატაურში აღინიშნა. ისეთი დახუნძლული ვარ ემოციებით, რომ არც კი ვიცი რა გითხრათ. აი ამდენი ხალხი, ესეთი სიყვარული, ესეთი ამაგი. აი ყველაფერი ისეა გაკეთებული, ისე ელოდება ხალხი. აი ხა ქვემოთ ჩოხატაურშიც კონცერტი იყო, ზენოვანში ამოვედით მუზეუმში და მადლობა მინდა უთხრა მარტო გურიას არა, მთელ საქართველოს ამ ხელა სიყვარულისთვის. ახალი დაწყებული არ არის საერთოდ ეს უბრალოდ შეიძლება ვთქვათ უფრო მეტი სახე მიიღო, იცით? აი დაწყებული, ესე იგი, საქართველოს ყველა კუთხეში მიდის ნოდარის გახსენება და ნოდარზე რაღაც პიესების დადგმა. მართალია ის თბილისში დაიბადა, მაგრამ ის ზემეთები იყო, მის განსაცდელი იყო მთელ ქვეყანაში. მისი ბავშვობა გაატარა სოფელ ზენობაში და სოფელ ხიდისთავში. აქ ყავს უამრავი ამხანაგები, მეგობრები, მოსიყვარულე ხალხი. ნოდარ დუმბაძე ჩვენთვის არის ბრწყინვალე პიროვნება, რომელსაც მთელ ჩვენ ერს, ჩვენ საქართველოს შეაყვარა თავი.